გურჯაანის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესა და სოფელ ახაშენში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. მშენებლობის პროექტები ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.700.000 ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარი აღჭურვას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში ჯამში 32 ბაღის მშენებლობას და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა, საიდანაც უკვე დასრულებულია 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ჩვენ ვიმყოფებით კახეთის რეგიონში, სადაც დაგეგმილია 32 საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია. აქედან დასრულებულია 5 საბავშვო ბაღი. დღეს მდგომარეობით ზოგადად პირველი ეტაპის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია 253 საბავშვო ბაღის პროექტირება, მშენებლობა, რეაბილიტაციის სამუშაოები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში და სოფელ ველისციხეში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა 2 ახალი საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღები გათვლილია 100 მოსწავლეზე ბავშვზე. ამ შენობებში განთავსებული იქნება მოსასვენებელი ოთახები, ჯგუფის ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო და სპორტული მოედნები.